სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს დღეს ჩვენ წავიკითხეთ სახარებიდან ცნობილი იგავი რომელსაც საფუძვლად ნამდვილი ამბავი უდევს, როდესაც იესო უყვება თავის მსმენელებს სადაგების დროს უყვება ესეთ ამბავს, რომ იყო ვინმე კაცი მდიდარი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ გადაეხედა თავისი საქმეებისათვის და აღვიშთა, რომ ერთ-ერთ ადამიანს ჰქონდა მისი დიდი ვალი, საკმაოდ დიდი ვალი. და იმდენად დიდი ვალი ჰქონდა, რომ ვერ იხდიდა ეს კაცი და დაიბარა და უთხრა, რომ იმის გამო რომ ამდენი ხანი ვერ გადაიხადა, იძულებული იყო, რომ გაეყიდა ეს თვითონ ეს ადამიანი და გაეყიდა მისი ოჯახი, მისი მონა იყო ეს. და მაშინდელი კანონების მიხედვით ამ კაცს ჰქონდა ამის უფლება, კანონიერი უფლება, რომ გაეყიდა და ეს ფული აქედან აეღო ამისი ვალი. ნუ ეს კაცი ჩაუვარდა ფეხებში, ითხოვა და შეეცოდა იმას და ამან უთხრა, რომ აი ცოტა დრო კიდე მომეცე, აი ვიშრომებ. ეს ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ თუ ეს ცოტა დროში კიდე შეუძლია ამის გადახდა აქამდე რატო არ გადაიხადა, აი იწყება აქედან აი ეს ისტორია სახარებისეული, რომელსაც ძალიან ღრმა გააზრება ჭირდება. მიცა მოკლედ იმან ეს დრო და უთხრა, რომ კარგი კაპატია. მე გამოვიდა ეს კაცი აქედან და მე ზუსტად იგივე ვითარება განმეორდა ამ კაცში მოხდა თავისი მეუღლე, რომელსაც 10 ჯერ უფრო ნაკლები, თუ უფრო მეჯერ ნაკლები ვალი ჰქონდა და ზუსტად ესევე ამან უთხოვა ეს ვალი და იმან უთხრა, რომ ცოტა დრო მომეცი და გადაგიხდი და იმან არ მიცა ეს დრო. არ მიცა ეს დრო და ჩასვა ეს კაცი ციხეში. ნუ ეს ამბავი იმ დიდარ ადამიანს მიუვიდა, ვინც ამას აპატია ეს ვალი და ძალიან განრისხდა. დაიბარა ესა და რა თქმა უნდა იმ წუთშივე ციხეში ჩაასვენა. აი ეს არის ისტორია. ეხლა თუ ამ ისტორიას განვიხილავთ, ძალიან ბევრი შეკითხვა ჩდება. პირველი შეკითხვა არის ის, რომ ეს ეხლა რაც მოგიყევით, რა თქმა უნდა ხდება ცხოვრებაში, მაგრამ არ არის ესე იგი ესეთი ყოველდღიური ამბავი, მოკლედ. მე მაგალითად პირადად ვერცხი დაგისახელებ შემთხვევას, ძალიან თუ დავფიქრდები, შეიძლება გავიხსენო, აი ზუსტად ასეთი რამ თუ მომხდარა ჩემს გარშემო, ჩემს ნაცნობებში, ვერ ვიხსენებ კარგად. და პირველი შეკითხვა ეს არის, რომ სახარებაში არის არსებითად ძალიან მნიშვნელოვანი ამბები აღწერილი და აი რატო აქვს სახარებაში ამ შემთხვევას ასეთი დრო დათმობილი? აი რატო, რა აუცილებელია ამისი მოყოლა? ნუ კი, თავისთავად ძალიან საინტერესოა, უფალი რასაც ყვება ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ აი რატო? ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას რითი ეხება? მეორე შეკითხვა, რომელიც გარკვეულწილად ამ პირველ კითხვაზე პასუხს გავცემს, არის ის, რომ როგორ მოახერხა ამ ადამიანს? აი რატო გააკეთა? რა იყო მიზეზი? ანუ ჩვენ რო გამოვიძიოთ, აი ადამიანია ხო მივიდა, თხოვა, ამ ხელა საჩუქარი მიიღო, ხო? ამდენი რაღაც საჩუქა იმ კაცმა და აი როგორ ამის გამო ის კეთილი არ გახდა? და როგორ ეს ვერ დააფასა? და ამის შემდეგ, მან რომ ეს სხვა საქციელი ჩაიდინა, ანუ სხვა მცირედი არაპატია, რას ფიქრობდა ერთი რა საინტერესო? რომ ვერ გაიგებდა ის კაცი ამას, რომ არ აუშავდა, აი როგორ არ წარმოიდგინა თავისი თავი თავისი მევალის ადგილას. და რატო გააკეთა ეს? რა იყო მიზეზი? მე ხა საყდურს კი არ ვეუბნები, უბრალოდ აი მაინტერესებს მიზეზი რა იყო, აი რა მიზეზით ვერ მოიქცა ისე როგორც ის პირველი ადამიანი. აი აქედან იწყება სწორედ სახარების ამ იგავის ესე რომ ვთქვათ სხვა კუთხით დანახვა, რომელიც მე აღმოჩნდება, რომ ყოველდღიური ჩვენ ცხოვრების თითოეული ჩვენთაგანის ყოველდღიური სისუსტეების თუ წოდების ამსახველია და რომ ჩვენ ესე იგი ყოველდღიური ცხოვრებისთვის უნდა გავაკეთოთ დასკვნები. ნახეთ, ესე იგი რამხელა საჩუქარი მიიღო და მცირედი არაპატია სხვას.
იმიტომ რომ მან ვერ შეაფასა აი ამ საჩუქრის სიდიადე მე ესე ვიტყოდი. როგორი საქციელი ჩაიდინა იმ პირველმა ადამიანმა, ხო? რამხელა საჩუქარი მისცა მას. საჩუქარი ნამდვილი რა. აი როგორ შეიძლება ადამიანმა ეს საჩუქარი დააფასოს და შემდეგ სხვანაირად მოიქცეს? არ შეიძლება. ესე იგი ვერ აფასებს ადამიანი იმას, რაც მას მიღებული აქვს ღვთისაგან. იმიტომ რომ ის პირველი მდიდარი ადამიანი ამ შემთხვევაში ღმერთს განასახიერებს. ესე იგი მან მისცა ადამიანს ძალიან დიდი სიკეთე. და ადამიანმა ეს სიკეთე ვერ დაინახა და სხვა ადამიანს აი როგორ მოიქცა, ხო? და დაისაჯა. აი ჩვენ გავიხსენეთ, დავფიქრდეთ, რამხელა სიკეთე გვაქვს ღვთისაგან მიღებული. და მიუხედავად ამისა, ძალიან ხშირად ჩვენ გაგვირბის თვალი სხვა ადამიანის სიკეთეებისკენ. ესე იგი ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სიკეთე მიღებული და სხვა ადამიანის მცირე სიკეთეზე შეიძლება ჩვენ შევიქნოთ წუხარი. და შეიძლება ჩვენ სხვა ადამიანისადმი ეს გაღებული, ისიც ჩვენი ხო არა, ხო, ღმერთისგან. ეს ესე იგი შევშურდეს. აი სინამდვილეში ეს სახარებისეული იგავი არის შურზე. შურზე, რომელიც აი ადამიანს კლავს პირდაპირ. კლავს იმიტომ, რომ თვითონაც ხო ადამიანის სულიერად მყარია, რომელიც ესე იქცევა, მაგრამ როდესაც შენ, რომელსაც ღვთისაგან ამდენი საჩუქარი მიგიღია, თვალი გაგეცევა სხვა საწყალი ადამიანის რაღაცა მცირედზე ღმერთი დაგჟის აუცილებლად ამის გულისათვის. იმიტომ კი არა რომ სხვისაზე გაგებრის თვალი, იმიტომ რომ შენ ღმერთის მიერ მოცემული შეფასებას არ აკეთებ სათანადოს. აი ეს არის ესე იგი სახარების ამ ადგილის მთავარი შინაარსი ჩემი აზრით. რომ ჩვენ უნდა კარგად გვახსოვდეს სულ მუდმივად რამხელა სიკეთეს გვაძლევს ღმერთი. და ნუ გაგვექცევა თვალი სხვისი სიკეთეებისაკენ. ნუ დაგვენანება სხვისთვის სიკეთე. არა მარტო ღმერთის მიერ მოცემული სიკეთე, არამედ ჩვენ რა სიკეთე შეიძლება სხვა ადამიანს გავაკეთოთ. ძალიან ადვილი არაფერი სიკეთე არ შეგვიძლია გარდა იმისა, რომ არ განვიკითხოთ ადამიანს. არ განვიკითხოთ და ნუ გავბოროტდებით სხვა ადამიანის მიმართ. იმიტომ რომ მასაც რაღაცა სიკეთე აქვს მიღებული. ეს არის ძალიან ესეთი ხშირი და ყოველდღიური სქემა და სულ არის ეს ჩვენში. სულ ამას კი ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ მე პირადად ყოველდღიურად ვაწყლებ საკუთარ თავშიც და სხვებშიც. ასე რომ დავიმახსოვროთ დღევანდელი სახარებიდან, რომ ეს არის ფაქტიურად ეს სიტყვები, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი სიტყვები მამაო ჩვენოში, ლოცვაში. გამომიტევენ ჩვენ თანანადები ჩვენი ვალები, ანუ ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთან. ჩვენ შეგვიძლია ბევრად ნაკლები მიუტევოთ, ვიდრე გჭირდება რომ ჩვენ მოგვიტევენ. აი ეს გვახსოვდეს. და მომიტევენ ჩვენ თანანადები ჩვენი ვითარცა. ჩვენ მიუტევებთ თანამდებთან ჩვენი. და თუ ესე მოვიქცევით, მაშინ ყველანი ვიქნებით დიდ სიხარულში. ეს არის ორი უდიდესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში. ერთი არის ხსენება წმინდა რაჟდენ პირველმოწამის და შემდეგ არის ხსენება მარაბდის ომის და მარაბდის ომში დაცემულების. და როგორც ხშირად ვამბობთ ხოლმე, ახალი გარემოებები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ვთხოვე კოტე ყუბანეიშვილს, რომ დაეწერა ეს ლექსი ტროპარი თითოეულ მათგანზე. პირველად წაგიკითხავთ წმინდა რაჟდენის შესახებ, რაჟდენ პირველმოწამის შესახებ. და ეს არის ტროპარი, ლექსად გამოთქმული ტროპარი და იმისათვის ეს ტროპარი კარგად გაიგოთ, აუცილებლად უნდა გაეცნოთ წმინდა რაჟდენის ცხოვრებას და შეგიძლიათ მოისმინოთ 403 საუბარი. კოტე ყუბანეიშვილი, წმინდა რაჟდენ პირველმოწამე. თუმცა ვრცელია ვარსკვლავთ სია, მათი ვინც იმსხვერპლა ხმალმა. ბედმა მტრები დაგვასია, სანამ ვახტანგ გორგასალმა მუჭა ჩეკრა კავკასია. ერი აღარ გაასპარსა. თბილისის იმ აკვანს ქვია ქალაქს, რაც მან დააარსა. ირანელი ყავდა ცოლი, შვილი სპარსთა მეფეთ მეფის, განუტკიცა რამაც როლი, გაუღებლა დიდი მსხვერპლის, თან დაერქვა რადგან მგელი,
ხელს უმკობდა შევარდენი ცოლს ჩამოყვა თან გამზრდელი კაცი სახელად რაჟდენი როდესაც ამდენი გმირი მეფის კარზე შეიყარა რაღა არის გასაყვირი ერი მას რომ შეაყვარა ქართველთა ერთიანობა ქრისტეს ჯულს რომ დაემყარა საქართველოს მთლიანობას საფუძველი ჩაეყარა კავშირიც ხომ არ გაწყვიტა უფალთან ვინც ქრისტე არის ყის რაჟდენმა გადაწყვიტა გამختارიყო ქრისტიანი იმის შემდეგ მოხდა რაც ეს ჩაუსაფრდნენ სახთან გზაზე მაგრაცენს მოიტაცეს მიიყვანეს შახის კარზე კითხა ჯულზე ჯული დაგმო რაზე შახმა მოექთამა სადა თუმც მას რწმენის დაგმობაზე უარი რომ განაცხადა თუმც მან რწმენის დაგმობაზე უარი რომ განაცხადა უკვე აღარ აპატია ვეღარ შეიკავა რისხვა ყველა კბილი ჩაუმტრია და დაფარა სახეთ სისხლმა ვერ მოახრევინა ქედი შახმა თუმცა ბევრს ეცადა რაჟდენს სურდა ქრისტეს ბედი თავად ვერ გამოეცადა ეზიარა მადლს თვითონაც არა მოუღია რადგან მას ხმა და რაჟდენი ამიტომაც პირველ წმინდად შეირიცხა ეხლა წაგიკითხავთ მეორე ლექს ეს არის მარაბდა ეს არის საუბარი 356 კოტე ყუბანეიშვილი მარაბდა შემოსევებიც გვახსოვს სამყოფი თურქთა სელჩუკთა სპარსთა არაბთა მაგრამ ხო იყო მაინც მარტყოფი და გამარჯვებად გვახსოვს მარაბდა მტერი არ გვაკლდა ფეხქვეშ გამთელი და სახელმწიფოც ვერ განვითარდა მაგრამ ბრძოლებში ერი ქართველი როგორც არასდროს გაერთიანდა დაუკვდავებას ხალხიც თუ იძენს წაგებულ ომშიც რაც ერგო ბედით ვახსენებთ ხრაძმა ხერხეულიძეს მათ უწმინდანეს დითა და დედით მაგრამ ვის მართლა მისაბაძია ქართული დროშის მირონ ცხებელი ეს რა თქმა უნდა სააკაძეა ყორჩიხა ხანის დამარცხებელი შემოგთავაზებთ კიდევ ერთ თემას ურომლისოდას თქმა წინ არ წავა და გაგახსენებთ წმინდა ქეთევანს ვინც შაჰ აბასმა შანთით აწამა და ჩვენ როდესაც ვიხსენებთ იმათ ვინც საქართველოს დროშა აწიეს ყველას წმინდანად მოვიხსენიებთ სამშობლოსათვის თავის გამწირებს ეთყობა ღმერთიც მათი ფარავდა რამაც უკვდავყო ბრძოლის ტოპოსი გააწმინდანა თავად მარაბდა და 4 წმინდა ეპისკოპოსი შეგვეციოს ამ წმინდანების მადლი მერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი არს დაიგოს